გაუმარჯოს საღამო მშვიდობის პირველი უძილო ღამე გამოვიარე ხო და ვიზუალურად თუ მეტყობა უეჭველი მეტყობა ასე რომ არაფერი არ ჭირს შვენივრად გადის კუჩით გაზებზეც უყველაფერზე ვაკვირდებოდი მეთქი გაზების ამბავი ხო არა მაგრამ არაფერი უბრალოდ მაგ ხასიათზე იყო ხანა ჩიოდა ხანა ჭუჭყუნებდა ხან ხანეს და ხანეს მოკლედ მაგ ხასიათზე იყო არაფერი არ აჭირს საერთოდ თორე ეხლა წავალებ აი მოძრავ ფეხში და გავისვრი გარეთ ფაქტიურად დღეს სხვა ოჯახის წევრები არ მინახე იცი როგორ გავდივარ სახლიდან რა ანუ ადრე სახლიდან გავდიოდი ხო ეს ძალიან დიდი მიღწევა ოთახიდან რომ გავიდე ეს ნასკები მაინც ჩავაცვი მე თუ მეტესაცვია მე ბოდიაცვია რომპერი მაგრამ მაინც ნასკები ჩავაცვი რომ იყოს აი გუში რა ვიყიდეთ ჩიკოს სოსკა არის ესეთი ღია ფერი და ეს რა ქვია ვერ ვიპოვეთ მოცი აი თითქოს ჭენვარი ვარდისფერიც არის რაღაცნაირი ну არ არის პრობლემა იყოს ეს ფერი ხო და ესეთივე ვნახეთ მე რომ გავატარო ეძება და მეთქი აი ცოტა ისეთი რა რაღაცა მუქი უფრო ყავისფერზე რო ვიყავი მიჩვეუდი და ასა არისო და რაღაცა ის ავიღეთ მაკრატელი ვიყიდე კიდე ამისთვის რომ ჩხილებისთვის რაღაცა და რომ გაატარებინა ლაშა წინვე დავინახე ამ დაგვარი ზუსტად ესეთი უფრო სწორად ცისფერში რა ის მოცისფრო და დავანებით აქ კაი მეთქი ის გაატარა უკვე და ხო და ერთ სიტყვით ვიყიდეთ ექსოს კაიდებს სხვათა შორის მთათ ახლა მაღაზი არ ამყავ დედა სიცოცხლე ვინ არის მაგრამ იმაზე უკეთესად იდებს რა ეხლა შეგაჩედი თორე გცე დილას როგორ ჩავალ იცი დაბლა ახალხმა მოითხრი აქ გაბრიელ დედას ცხოვრება ეხლა მინდა რომ გცემო და რა ადგილასა გცემო მითხარი კუტუმებში თუ სადა აი როგორც კი დაიძინებ ეხლა როგორც კი დაიძენ ყურში უნდა ჩაგჭყივლო ხო დედაცი ჩემ გელაპალაკები ლაო ჩემი ცხოვრება გაიცინი აბა დედი ლაო ეს სამი დღეა რომ ელაპალაკები გიყურებს და ლაო ჩემო ცხოვრება შენ ვინ უნდა გცემო სულ რო გამათენებინო ზედიზედ 200 დღე კუტუმელა ვაიმე დედა დილას რომელი საათი იყო რომ ჩავედი ამიანად ჩავედი ნანის დავაჭერინე ცოტა ხანი რომ ჩაი დავისხი საჭმელი გავიცხელე და აბანოში ერთ ყველაფერი გავაკეთე ერთად ეხლა რავი რომელი საათი არ ვიცი ალბათ 3-4 თმამაქ ისე ვსველი იმიტომ რომ რა გაშრობა არც დამივარცხნი ახალახმა ერთადერთი იმას ვაწვევი რომ ვიყო სუფთად დანარჩენი აი ყოსა რო აიქმეკეთოს ხმა არ გავცეთ სველით მე ვიგები ავიწიე რომ მე ნანისაც ვეღარა ჩერებდა და ამოვიყვანე ისე აქ მე ვაბანავე და დაიძინა ეხლა გაიყვიძა ისე ვითხა მაგრამ სავარაუდოდ უკვე ეხლა ეძინებოდა მაგრამ გაპარული ჰქონდა და გამოვიცვალეთ რომ მე დაკუნები არ დაეწოს დედას გულს გაბრიელ დედაც გაბრიელი ვინ არის არ ვიჭმევი ბიჭო არ ვიჭმევი ცხოვრება დაო დედი დიეტაზე ხარ დასჭირი ხარ ვინმე ციმცოვდება გაბრიელა გეიჩახარ დედაცი აწკოლინებთ ბავშვს
აი მიძოვრება ეს ბავში. ეს ჩასაცმელი სამივე ეცვათ და ეხლა გაბრიელის ჯერია. ანუ ეხლა ამ ჩასაცმელს რო შევინახავ, მეცოდინება რომ 4-ვეს ეცვათ. დამოჭამოთ, დასლოკინებს ეხლა ხო რა ვაჭამე. მაგაც შედება ეს რა ბაქაშვილი. მე ხო გითხარით, არაფერი მითხრათ, მაგრამ მე დავინახე. კაი შევეშვი. ესე იყოს. დავოჭამოთ დიდი და მე მოვალგით. თუ მოვედი. რაღაც მაინც იქნება. ჭამის დროს ჩაეძინა ვაშბატონს. რა საერთოდ ვიუყვე, მაგრამ არ მინდა დაწინება. ამაღამ დავიდი. წუხელას მაგის იმედი მქონდა. ნუ მეძინა ხა ალაკ ხა მართლა რა. მე ჩავაწვინე კალიასკაში და დავწექი. და ის დაიწყო რა ფარტხალი რაღაცა კონესა რაღაცა და ხალაში სვეუბნე რომ всё დაიღლება დაიძინებს მეთქი მე ვეღარ ავიღო წელთან ტკიოდა და შევეცოდე ადგა ხანაკიდან უარა ხანიკიდან ვერ გავჭი მე დავფიქრდი ქალო ამ ხელა დედაკაცი ხარ და უმწეო ბავშვს ეჯიბრები ძილში თქო ეს ხო ის გაბრიელია რომ ელოდებოდი მე ჩემ თავს ვთხარი ადია ეთრიე ეხლა თორე ვოველიბადა და მე პატარა გაბრიელი დედამ ჩაიხუტა და ისე დააცი რას ვიზავთ მომენტებში გვაქვს ხოლმე სიბრაზის შემოგულის მაგრამ მე რომ მივხვდი რომ ვის ეუბრაზდები ხარ ვისა ამან ამ პატეცინას ეთი ტკაველი როა თავი ბოლოსო და პატარა ლოყები და პატარა სიცოცხლე როა ამას დედას სიცოცხლე რო არის და დედას ანგელოზი ამას პატარა თემასავით სანამ გაბრიელი ღრმად ჩაიძინებს ჩავწერ ვიდეო რომ ესეც მაკლია ხოლმე რა ხო იცით და გუშინ იყო ესეთი კითხვა შემოსული ორი კითხვა თუ ორი თემა რა მოკლედ და ამ ერთში გავშალოთ. ერთია ის თუ ფინანსები, როგორ ვანაწილებ ფინანსებს, რომ თვიდან თვემდე გვეყოს. ანუ როგორც არ უნდა ფლანგველი არა ვარო, მაგრამ როგორც არ უნდა რაც არ უნდა გავაკეთო, მიწევსო სესხებაო და ვერაფრით ვერ ვანაწილებ. ჯერ პირველი ის რომ ძალიან ძნელია, როდესაც ოჯახში მით უმეტეს ბავშვებიან ოჯახში ფინანსები ერთ ადამიანზე, ანუ ერთი ადამიანი რომ მუშაობს რა და ყველაფერს ამყოფინო. ხო და ეხლა რაც შეეხება მე როგორ და რანაირად ვანაწილებ, მადლობა ღმერთს, რომ ჩემზე არ ადგას ოჯახი და ჩემ ფინანსებზე. ჩემი ფინანსები არის აი ესე მეორადი ფინანსები ეგრეთ წოდებული რომ რაღაცა მე მჭირდება ვიყიდო რაღაცა ბავშვს უნდა იქ ექსკურსია და ცეკვები და რაღაცები რომ იყო აი მაგაში ვეხმარებოდი ხოლმე ლაშას თორე ისე რომ ფინანსები და რაღაცა ნამდვილად არ განკარგავ მე და არ ვანაწილებ მე იმიტომ რომ ამ ყველაფერს აკეთებს ლაშა იქ გადასახადებია, იქ პროდუქტებია, იქ რაღაცა და ნუ მადლობა ღმერთს რომ ყოფნის და ხო და ანუ მთავარი ის არის რომ ოჯახში რამდენია ან შემომტანი, ან რამდენი და თითო რამდენსულიანია ოჯახი, ასე რომ მაგაზეც არის დამოკიდებული თორე ის რომ ელემენტარულ შეიძლება ზეთი პური და რაღაცა იყიდო ადამიანმა და სამწუხაროდ ვერ ამყოფინო. ხო და მაგაზეც არ არის რა რომ კარგად კი ანაწილებ რაღაცა, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად არ ყოფნის ადამიანს რა და იქ ძნელია ძალიან. ჩემ შემთხვევაში მადლობა ღმერთს რომ ანუ არ არის მე ჩემ კისერზე არ ადგა ის თორე რას კაი რა YouTube-ისა მერიცხება მარტო. აქამდე თუ სამსახური მქონდა და რაღაცა ეხა ხო აღარ არის.
ეგ YouTube-ისა, აი უბრალოდ ეხა რომ აი არც ვხარჯავ. თუ რამე აუცილებლობა არ არის ელემენტარული თუ ექიმთან მივიდიოდი ბარათით ვიხდიდი ხოლმე და აი ბავშვებს რომ რაღაცა ჭირდებათ ხოლმე რომ აგე ცეკვას აგრძელებენ ისევ ნინო და ბარბარე და პლუს კიდე ახლა იოანეს გზის ფულის ამბებში ცოტ-ცოტას რაღაცებში მივეხმარები ლაშას. და პატარას კიდე პამპერსი. და ალბათ ეგში გადაში გეკითხება ჩემი ფინანსური გადანაწილება, თორე ძირითადად ლაშას რა თქმა უნდა და მადლობა ღმერთს რომ ლაშას კისერზე ვხედავთ. აი ესე. ეგ რაც შეეხება ფინანსებს. ეხლა რაც შეეხება მეორე დახმარება. დახმარება რა? როგორი იყო დედამთილზე იყო რა, რომ არანაირ დახმარებას ორი პატარა მყავსო, არ ვიცი ტუპები თუ რაღაცა, არანაირ დახმარებას არ მიწევენო საერთოდო რაღაცა სახშიო, საჭმელი, სასმელი რაღაცა. ანუ ვფიქრობ, უფრო ფინანსურ დახმარებაზე იყო აქ ლაპარაკი რა, ვერც გავარკვიე ნორმალურად და მაგაზეც რომ ჩამეწერა ვიდეო. ეხლა რაც შეეხება ფინანსური დახმარება, თუნდაც შენი მშობლების, თუნდაც შენი ქმრის მშობლებისგან. ჯერ ის რომ ეს ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ადამიანი რომ თხოვდება და ადამიანი რომ ინიშნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებას იღებენ თავის თავზე, რომ მიხედონ თავის ოჯახს. ხო და გოგოს მხრიდან მშობელი თუ ბიჭის მხრიდან მშობელი რომ თუ დაეხმარება, ეს არის იმათი კეთილი ნება და არა ვალდებულება, მე ვფიქრობ მაგას. თუმცა ვიცით რომ არ არსებობს ოჯახი შეიქმნას, რომ იმაში მშობლებმა არ მიიღონ მონაწილეობა და არ უბიძგონ ახალ ოჯახს საფუძვლის ჩაყრა რა ფინანსურად, რომ მე ესენი მიყვებიან რა. ხო, ეგ ერთი. რაც შეეხება მე უკვე დახმარებას და რაღაცა ვისაც რისი საშუალება აქვს და თავისი სურვილი, იმას აკეთებენ ხო? და კიდევ ვფიქრობ რა უკვე რო აი წლები შექმნილი ოჯახია და სიტყვაზე გააქვს ის მომენტი რომ იცი რა მე დედამთილი მამამთილი ან დედა მამა არ მეხმარება და ეს ხმამაღლა თქვა ან რაღაცა და ისა მე ვფიქრობ რა არ არის სწორი. იმიტომ რომ იმათაც ყავთ ოჯახი სიტყვაზე, იმათაც აქვთ რაღაცა გასავალი, იმათ აქვთ ხარჯები და იმ შემთხვევაში თუ თავიანთი კეთილინება იქნება და შემორჩათ იმ თვიური იმიდან რაღაცა და რაღაცაში გვერდში დაგიდგებიან, ეგ არის უკვე თავიანთი კეთილინება და არა ვალდებულება. ეხლა მე მეორე საკითხი უფრო მომწონს ხოლმე დახმარება მაგალითად აი ჩემთვის დახმარება არის ეხლა ამჟამად არა ფინანსური, არამედ ის რომ დღეს მე ბავშვები არ მინახია საერთოდ, აი რაზე ვამბობ. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩემი შვილები არ არიან არც მშივრები და არც წყურვალები, რო ჩავედი დაბლა და მესაჭმელი დამხვდა გაკეთებული და იქ ჩაიც კი ადუღებული დამხვდა, რომ ელემენტარული აი ჩასვლა ასვლა, რო ჩავალ დაბლა ეზოში და დრო არ დავკარგო რომ ამოვტრიალდე მალე ბავშვთან, მზად დამხვდა ყველაფერი. ეგ რომელი ფინანსურ დახმარებაზე წინ უნდათ, უბრალოდ რომელი ფინანსური დახმარება უნდა დააყენო მაგაზე წინ. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს არის უმაღლესი დახმარება. ელემენტარული და აი ბოდიში და ტუალეტში რო გინდა ჩასვლა და რაღაცა და იცი რომ აქ ყავ ადამიანი რომელიც მიხედავს და რაღაც აი გვერდში რო გიდგე, ეგ დახმარება არ არის. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს დახმარება მიაჩნია ხოლმე, მაინდა-მაინც მატერიალური რა, ფული და რაღაცა. არა ხალხო, აი, რავი. ამ წუთას რო დღეს რო აი სიტყვაზე დღევანდელი დღეს რო აი წუხანდელი ეს ამბები და მეც რო სადღაც პირველ ნახევრისთვის ჩაეძინა გემრიელად და მეც დამეძინა, დედაჩემის ნარეკი იყო, გოგოების ნარეკი იყო, ვერავის რუკოს ხმა გავთიშე რომ მინდოდა რომ ცოტახანი მეც დამეძინა. ხო და ისა რო იცი წყნარად რო ხარ შენ პატარასთან ერთად და იცი რომ დაბლა
ყველაფერი სუფთარი, ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერს ნაჭამი აქვს, ნასვამ საჭმელია, რომ შენც რო ჩახვიდე, ანუ ყველაფერი გაკეთებულია. აი დღეს რო ნანი დღევანდელ დღეს რო არ ამყოლო და აი რავი, ბავშვებს უნდა თვითონ გაიკეთებინათ ყველაფერი რა სიტყვაზე ვამბობ. ელემენტარული სიტყვაზე წუხელაც და ღამეც რო აი პატარები რო იყვნენ ხოლმე ნინო, ბარბარე რაღაცა იმ პერიოდში ვცდილობდი ხოლმე რომ აი რო ჩაეძინებოდათ და რაღაცა ღამე გამეკეთებინა თუნდაც სარეცხი და ეგეთი რაღაცები რა ვცდილობდი რომ დრო გამომეყენებინა და ეხლა ღამეც ვერ ჩავიდოდი იმიტომ რომ აი ფაქტიურად წუხალ აი მიწებებულები ვიყავით მე და გაბრიელი ხო და ის რომ მაინდა-მაინც ფინანსური დახმარება მიგაჩნიათ დახმარებად თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა დედა იქნება მამა დედამთილი თუ მამამთილი არ აქვს მნიშვნელობა არ ვფიქრობ რომ ეგ სწორი მიდგომაა რა იმიტომ ხა ჩემთვის სიტყვაზე ვამბობ ხა რომ ნანის დღილას მოეცა გაიღო კარები და შენ 1000 ლარი რომ მოეცა ხო აი ეგ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თუ ის რომ მთელი დღის მანძილზე ვიცი რომ ელემენტარული ღამემდე რომ ვერ შევძლო მე ამ ოთახიდან გარეთ გასვლა ვიცი რომ ჩემ შვილებს ნაჭამი აქვს ნასვამი აქვს და ყველაფერი ანუ რომელი უფრო მაგარი დახმარება ხო და ესე სხვანაირად არ მიყვარს ხოლმე რა ესე კონკრეტულად ერთ იმას წერტილს რო აჭერენ ხოლმე ფეხს რო აიცი რა არ მეხმარება და დახმარება რო იკითხო რა არის ეს არის ფინანსური დახმარება ხო რავი ყველას თავთავისი ოჯახი აქვს ყველას თავთავისი ის აქვს და რავი არ მგონია რომ მაინდა-მაინც შენ უნდა უთხოვ დაგეხმარო ის ისედაც იციან სიტყვაზე რაღაცა გჭირდება გე ბიძინა რომ მოვა ხოლმე ეხა ესეც დამემატაო ხო დაულაგებს ხოლმე ბავშვებს ესე ფულს ამას შემოუტანს ხოლმე ჩაუდებს ხოლმე აქ მეოთხეც დაემატა ამჟამად აქ და ბიჭი ფულს აგროვებს ხო დედას იცოცხლე ასე რომ დახმარება არ არის მარტო ფინანსური დახმარება რაღაცა მოპარატო ნინო იქნება ნინო შენ ხარ ასე რომ ასე ხარ ხნო წავედი ხა გაბრიელს დავაწვენ საწოლში სანამ საწოლში იქნება ეხა დავლი ბარბარე მომიდუღა ცოტა ყავა პატარა ჭიქით სხვა შორის უნალექო რო დავლიე შევატყე რომ იმოქმედა ბავშვზე ხო და ეხა ნალექიანი დავლი ოღონდ პატარა ჭიქით ხო ეგ არ არის პრობლემა თან ყოველდღე არ ავსვავ დღეს მჭირდებოდა ხო და ისა უბრალოდ მინდა რომ მტვერი გამოუსვა იმას ოთახს ტილო აი ესე უიმართლა ვიდეოს ბოლოში კი მაგრამ მაინც გილოცავთ დამავიწყდა მე ბატს დასაწყისში მომელოცა თქვენთვის დღევანდელი დღე მარიამობა გფარავდეთ დედა ღვთისა ყველას ფარავდეს ყველა თქვენს საყვარელ ადამიანს ყველა თქვენს ნაცნობს იყოს თქვენი შემწე და მეოხი მისი იმედი არ მოგიშალოთ უფალმა და იცოდეთ რომ ყოველთვის ჩვენს გვერდზეა და გწამდეთ ამისი და დღეს კიდე ჩემი ეთულის დაბადების დღეა ჩემი ბაბოსი ძალიან დაურეკე მიულოცე ვუმღერე ფიზიკურად სხვანაირად ვეღარ შევძელი ასე რომ ასე ყოველი ხახნობა თქვენთი დაბაჰი და აბაჰო ნახოთ ამაღამდელი ღამე როგორ ჩაივლის თუმცა აქედანვე ვამბობ რომ როგორც არ უნდა ჩაიაროს ჩემ პაწაწინა ანგელოს არ გაუწევ ჯიბს რომ ვაიმე რატო არ იცინებ და რაღაცა რა ქას თვითონ უნდა ეგა დედას ცხოვრება რო ეს პატარა
ეს ჩემი პირადი ანგელოზია აქ. ჩემი სიცოცხლე. დედას გული არის. შენ შემოგევლე. კარგად.